საღამო მშვიდობის. აბა როგორ ხართ? თქვენთან მოვედი ესეთი სასიამოვნო საჯარო გაშთით. მეცინება უკვე. მეგობრებო, უკვე მეცინება, რა გავაკეთა? აბა როგორ ხართ? როგორ ისმის ჩემი ხმა ჯერ? როგორ გიკითხოთ ჩემო ძვირფასებო? იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. იმედია. ერთ-ერთმა მსმენელმა დამიტოვა კომენტარი. არ ვიცი აქ, არ ვიცი YouTube-ზე, რომ გავაკეთო საჯარო გაშლა ქუცურაზე და მის პარტნიორზე. ანუ მე მგონი დავაწერი აქ სახელი, სათაური ქუცურა და ცუგურა. მეცინება. ხო, საჯარო გაშლა. თქვენი პარტნიორი და მისი პარტნიორი. ანუ ხო რა, როგორცაა. თუ იცით რომ ნამდვილად სამკუთხედში ხართ მეგობრებო და გაინტერესებთ ახლა თქვენი პარტნიორი. როგორაა იქ? კი, საინტერესო თემა გამოვა. მეცინება უკვე? კი, ხედავთ უკვე მეცინება. ქუცურა და ცუგურა. აი თქვენი პარტნიორი ქუცურა და თავისი იქ ვინც ყავს, თუ კი ნამდვილად იცით რომ ყავს ცუგურა. რომ წავიდნენ. ხო, წავიდნენ სასეირნოთ ერთად. თან შეგვიძლია ზღაპარით შევქმნათ. სად შეგვიძლია? მე ერთო სასაცილოა სატირალი რო არ იყეს. ჩემო ძვირფასებო, აბა როგორ ჩაიარა დღემ. თქვენი არ ვიცი და წუხელის ვერ დავიძინე და რატომ? ორი დღეა ვაჟბატონს არ პასუხობ მეგობრებო და წუხელ მომწერა ესეთი რაღაცა. ყურეთ ახლა რას გეტყვით. რომ ვერაფერი ვერ მოიფიქრა. მოიფიქრა ის, რომ ჩემი შვილი ეხსენებინა, წარმოგიდგენიათ და მეუბნება ესეთ რაღაცას. შენი შვილიო და მესიზმაო. მეცინება. შენი შვილი და მესიზმაო და ასე მითხრაო, რომ დედასთანო აი რაღაცნაირად ხო რა, ანუ ვითომ მე უნდა მოვიდე შენთანო. ხო, შენმა შვილმა მითხრაო, რომ მე შენთან ვიყო. ჩვენ ერთად ვიყოთო. ხო, აი ესეთი სასწაულებს მოიფიქრებს მეგობრებო პარტნიორები და ელოდეთ ესეთებს. გეუბნებით. აი ესეთ რაღაცებს მოიფიქრებს კი. ამ დილას გავეცი პასუხი, სამაგერო პასუხი გავეცი. აი გეფიცებით, სამაგერო პასუხი გავეცი. რომ ჩემი შვილი მასთან არ მივიდოდა, რომ რაიმე სათქმელი ქონებოდა. და თუ მივიდა, იმასაც კარგად ეტყოდა, რაც გააკეთა, იმისთვის საყვედურსაც კარგად ეტყოდა. ჯერ პასუხი არ მოუწერია მეგობრებო. მაინტერესებს რას მოუწერს. იცით როდის მოუწერს, მე რომ დავიძინებ მერე. ესე შვება სულ. კარგით, მოდით ახლა მე არ ველოდები არავის, ვინც ვართ, ეს ვართ. ჩემო მეგობრებო, რომ არ გადახურდეს ტელეფონი და პერებოი არ დაიწყოს ჩვენი პარტნიორებივით და თასისულელები არ მოიტანოს აქ. ხო? აი ეს უყურეთ, ესე თქვენს თვალწინ გადავაბრუნებ კარტებს. ხო. ამოვარდა, საცოდავათა მეგობრებო. უბედურ დღეშია, ბალანსი აქვს დაკარგული, კი, აგრესიაშია გადასული უკვე. იმიტომ რომ თქვენთან მუშაობას ვერ ახერხებს. ხო, აი, როგორ მოახერხებს ახლა ესეთ სისულელებივით რომ ტვინს გაიჭედავს ახლა ჩემს გარდაცვლილ შვილს რომ ახსენებს ახლა ადამიანი, სად ჩვენი ურთიერთობა და სად ახლა ჩემი შვილი. უბრალოდ ეს ჩემი ტკივილია, მთელი ცხოვრება, რომელიც უნდა ვატარო. მე ამ ყველაფერს თავს არავის არ ვახვალ. ჩემი ცხოვრებით ვცხოვრობ და ესეთ რაღაცებს რო იტყვის ახლა არ უნდა შეუტიო? კი უნდა შეუტიო მეგობრებო. ეს არის უტყვის ახლა არ უნდა შეუტიო? კი უნდა შეუტიო მეგობრებო. ეს არის უთამოყარი.
გაგეცინებათ და დაეწყო უკვე გეუბნებით კრუნჩხვები აქვს ჩვენს პარტნიორს მეგობრებო. კი და ნახეთ ქვემოდან აგერ უკან არ დაიხევს არაფერზე იცოდეთ. ვინ არის თქვენი პარტნიორი? პირდაპირ დაიწყო ლაპარაკი, ხედავთ, ჩაფიქრებაც არ გვაცალა მეგობრებო და გავაგრძელებ. აი ასე, ვინ არის თქვენი პარტნიორი? ვინ არის? გულგატეხილია ძალიან, წასულია ურთიერთობიდან და სახაციდან წასულია და ხო, ეხლა არის გულგატეხილი. ძალაგამულეულია, ძალიან ცუდათაა, სირცხვილნაჭამია, ფანტაზიებშია, ილუზიებშია, სადაც წავიდა იქ აქ ცალმხრივი სიყვარული, იქ არა აქვს კმაყოფილება, იქ აქვს გულგატეხილობა, იქ აქვს გულისტკენები, სამკუთხედები, ღალატები, ყველანაირი ხერხის გამოყენება აქვს იქ, სადაც არის ინტრიგები, ღარატები, აფერისტობები, აზარტული თამაშები და აი ხო. აი ამ ადამიანს რა უნდა? სიყვარული უნდა. კიდევ რა უნდა? და უსამართლობა აქვს. სიყვარული უნდა, მაგრამ აქვს უსამართლობა, თავის თავს დააბრალოს. ესეთ ენერგიებშია თქვენი პარტნიორი. ხო, რა ხდება კიდევ, აი როგორ ენერგიებშია? როგორ ენერგიებშია მეგობრებო? უნდა სიყვარული, მაგრამ მოტყუებული დარჩა, უსამართლობა და მოტყუებული დარჩა. კი, ამ ადამიანს თუ ეგონა ის რომ წავიდოდა იქ და ნახავდა ყველაფერს ბოდიში, რას უკაცრავად? ვერ მიაღწია იმას, რაც უნდოდა. აი ხო, აქვს ზუსტად ის, რაც მოიმკა. კი. ერთ წრეზე სიარული. ერთ წრეზე უარესობისკენ მეგობრებო და დამბულია, ცალი ფეხით დამბულია ეს ადამიანი, ვერ მოძრაობს მას რომ უნდა, ისე ვერ მოძრაობს, ვერა. როგორ არის კიდევ? ირგიზეთის იქნებაო. როგორ არის მეგობრებო და თითქოს რაღაც კარგ ამბებს ელოდება, რაღაც ცვლილებები უნდა. ეხლა ამ ეტაპზე მისი ცხოვრება რომ გააუმჯობესოს, ამიტომ ყურადღებას და ყველანაირ რესურსს ძალიან ეკონომიურად გასცემს ეს ადამიანი. იმიტომ რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ყოველთვის გადაადო. ხო. უძრაობაშია, უმოძრაობაშია, ურთიერთობის გაწყვეტაშია, მეგობრის დაკარგვაშია, ნელი ცვლილებები წავიდა მის ცხოვრებაში უკუღმა. ეს ადამიანი იქნება ძალიან სიმპათიური, ძალიან ისეთი კი. ოჯახში არის, სადღაც არის. თუნდაც ოჯახში იყოს მეგობრებო ეს ადამიანი და ჩვენ ვიცით ხო, რაზეც ვსაუბრობთ, ეხლა ზუსტად თემა არის ის, რომ ეს ადამიანი ძალიან ბევრ რაღაცას მალავს, მალავდა და მალავს. მალავს რომ ოჯახი ყავს, მალავს რომ ეხლა ცუდათაა ოჯახში და უფალს ევედრება რაღაცას. ცხოვრებიდან უკმაყოფილოა, თავისი ცხოვრებით უკმაყოფილოა. კი, ყველაფერი აქვს, ამ ადამიანს ოჯახი აქვს, რეპუტაციაც აქვს, ახლობლებიდან მხარდაჭერაც აქვს, ყველაფერი აქვს, უკმაყოფილოა მაინც. არ უხარია. კიდევ რა ხდება მის ცხოვრებაში? რა ხდება მის ცხოვრებაში? პრობლემები, ნერვიულობა, ცვლილებები, სამყაროს იმედი აქვს. კი, მიჯაჭვულია იმ ოჯახზე, სადაც არის, იქიდან რაღაცნაირად ვერ მოდის. მეგობრებო, ოჯახი არ ნიშნავს იმას, რომ შეიძლება მართლაც დაოჯახებული იყოს ადამიანი. შეიძლება იმ ცუგურიაში დედაც იგულისხმებოდეს, ასე რომ არი ნერვიულოთ. ჩემი ნათქვამი ყველა სიტყვა სიტყვით გულთან არ მიიტანოთ. კარგით? ეს ყველა ჩვენთაგანის გადასაწყვეტია. მივიღებთ თუ არა უკან ადამიანს. რა თქმა უნდა, ეს თქვენი გადასაწყვეტია მეგობრებო, მაგრამ რომ უნდა მოვიდეს ეს სამყარომ გადაწყვიტა ასე. დანარჩენი თქვენ უნდა გადაწყვიტოთ. ბევრი თქვენთაგანი ელოდება ამ ადამიანს. აი არ ვიცი ხა რამდენად მიიღებთ ამ ჩემ პასუხს, მაგრამ ბევრი თქვენთაგანი ელოდება. მან იცის რომ თქვენ მას გონია რომ მას ელოდებით. კი, აბატონო. ეს არის ურთიერთობა პლატონური მეგობრობა, სიყვარული, მოკრძალებული, ძალიან მოკრძალებული ურთიერთობა გაქვთ. შეიძლება ერთად იყვეთ და ხელი არ დააკაროთ ერთმანეთს. აი ესეთი რაღაცა, სათუთი ურთიერთობა. ძალიან თავაზიანი ურთიერთობა. შეიძლება იყოს თქვენს მიმართ თბილი, ყურადღებიანი, მოსიყვარულე, მოკრძალებული, კი, შემბრალებლური, მაგრამ პლატონური ურთიერთობა ეს მანძილზე. ეს არის საერთოდ სასწაული. არ ვიცი რა დავარქვა ამ ურთიერთობას, მაგრამ ასეა კი.
თითქოს ამ ურთიერთობაზე მუშაობა უნდა, რაღაცაზე მუშაობა უნდა ამ ადამიანს და რაღაცა სურვილების ასრულება უნდა, რაღაცაში ფინანსების ჩადებაც უნდა, რაღაცას ელოდება. თუმცა აქ არის იმპოტენციის კარტი. ანუ ეს ადამიანი, მეგობრებო, რომ ციცოდეთ, რომ ნამდვილად პარტნიორულ ურთიერთობაში იმყოფება, იქ არაფერი რაღაცას ელოდება. თუმცა აქ არის იმპოტენციის კარტი. ანუ ეს ადამიანი, მეგობრებო, რომ ციცოდეთ, რომ ნამდვილად პარტნიორულ ურთიერთობაში იმყოფება, იქ არაფერი არა. ხო, გაწყდა მეგობრებო და გავიმეორებ. თუ კი იმყოფება თქვენი პარტნიორი ურთიერთობაში, იქ არაფერი არ აქვს, იმიტომ რომ იქ აქვს იმპოტენცია. ანუ არ აქვს ურთიერთობა, არის ანუ იქ აქვს ჩხუბი და კამათი. აი ესეთ ურთიერთობაშია, ესეთ ენერგიებშია თქვენი პარტნიორი და მოკლედ მეგობრებო, მინდა რომ აი რაღაცნაირად გუშინდელებით არ გავწვალდე, მაგრამ როგორც ჩანს, მაინც არის დღესაც ხარვეზები. ნუ მომიტევეთ. რა ვქნა, ჩემი ბრალი არ არის. ვინც ახლა შემოგვიერთდით, უღრმესი მადლობა ყველას. და დავიწყოთ ახლა ჩვენი თემა, მეგობრებო. თქვენი პარტნიორი და ცუგურია. კუცურა და ცუგურია, რა ხდება იქ? იქ რა ხდება მეგობრებო და ნგრევები, დანგრეულია თქვენი კუცურა. განადგურებულია, დამწუხრებულია, პატიმარია იმ ურთიერთობაში. შეიძლება ბევრი თქვენი პარტნიორიც ურთიერთობაში არ იმყოფებოდეს და იმყოფებოდეს პატიმრობაში. დანგრეულია მეგობრებო. ოცნებების და გეგმების თავზე დამხობა აქვს. კუდარზე ვენო კი არ ოიტყვიან. მაპატიეთ ამ სიტყვისთვის, ამ გამოთქმისთვის, მაგრამ ძალიან ცუდადაა. რა ხდება კუცურას და ცუგურას ცხოვრებაში? აი იქ რა ხდება იმ ორში? ნერვიულობა, ნერვიული გზა, ნერვიული ფონი, ცხოვრებისეულად ნერვიული აი გზა, რომელიც ნერვიულობაზე გადის. ანუ მათი ცხოვრებისეული გზა არის ნერვიულობა, მეგობრებო. მოდი ასე გეტყოდით. კი, ძალიან ცუდად არიან. სულ პრობლემები, სულ სირთულეები, სულ დაბრკოლებები, სულ რაღაც გაუმართლებელი რისკები, სულ საფრთხე, სულ კატასტროფა, სულ სიძნელეები და ყოველთვის აქვს ამის პრობლემები. კიდევ რა არის? კიდევ რა ხდება იქ? ღმერთო. ეს ადამიანები შეიძლება ძალიან უფრო მეტად ცუგურა. ქალბატონებო, თქვენი პარტნიორის პარტნიორი, მოდი ასე ვიტყოდი. ხო, სტაბილურობაში თითქოს და გრძნობს თავს, მაგრამ ახლა უყურეთ ამ სურათს და აკვირდით ახლა ამ ორ სურათს. ეს ქალბატონი აქეთაა ზურგით, ეს მამაკაცი აქეთაა ზურგით. ანუ ხვდებით ხო, რასაც გულისხმობ, ბატონო, რა ხდება აქ და ეს ხდება რომ ორივე ცალ-ცალკე ფიქრობს ყველაფერზე. ანუ ეს მამაკაცი ფიქრობს, კუცურა ფიქრობს, რა ხდება აქ და ეს ხდება რომ ორივე ცალ-ცალკე ფიქრობს ყველაფერზე. ანუ ეს მამაკაცი ფიქრობს, კუცურა ფიქრობს ემოციებზე და ურთიერთობაზე და ეს ქალბატონი ცუგურა ფიქრობს მატერიალურ სტაბილურობაზე. ანუ ხვდებით ხო, იქ სიყვარული არაა. მათ შორის სიყვარული არაა, მეგობრებო, არ დაიჯეროთ. აქ ყველაფერი არის, იცით, ფინანსები, ქალის მხრიდან ინტერესი არის ფინანსების. ამის გამო არიან ანერვიულებული, არეულ-დარეულები, თვით განადგურებები, გაურკვევლობებში არიან. ძალა გამოლეული აქვთ. ხო, ერთმანეთის ატანა აღარ აქვთ. ცუგურა და კუცურა, რა ხდება იქ? ყუილები. არჩევნის გაკეთებას ვერ ახერხებს მამაკაცი. თავს გრძნობს მოტყუებული და აქ არის კიდევ ძალიან ცუდი ტენდენციები, მეგობრებო. ეს კუცურა ევედრება უფალს, დახმარებას, საშუალს, გზას, ძალიან მწარე გამოცდილება მიიღო ამ არასწორი ნაბიჯებით, გადაწყვეტილების მიუღებლობით. ერთ წრეზე სიარული, მეგობრებო, ერთ წრეზე სიარული დაიღალა შეიძლება, მაგრამ რაკმას მაინც ვერ ახერხებს, თუმცა, მეგობრებო, ნუ ეხლა არ დავიწყებ იმას, რომ აქ არის ორიანებთან კავშირი, დაბადების წელი, თვე და რიცხვი, ორი ტელეფონი, ორი მანქანა, ორი შვილი, ორი ქალი, ორი ქმარი, ორი საყვარელი, ანუ ორი პარტნიორი ბოდიში, მაგრამ ასეა კი.
მისამართი ტელეფონის ნომერი და კიდევ ასე და ასე. ორიანებთან კავშირშია. მერე მეორე ის რომ ეს ადამიანი ძალიან ავადმყოფურადაა ახლა ყველაფერთან. მანიპულატორი, რო იტყვიან. ან მანიპულატორშა, ვინც არის თქვენი პარტნიორი. ხო, ძალიან ბევრი მანიპულაციებია მის ხორებაში, მეგობრებო. რა ხდება იქ და უბედურობები. ამ ადამიანს გაქცევა უნდა რაღაცა. გაქცევა უნდა. ამ მანიპულატორიდან გაქცევა უნდა. წარმოიდგინეთ ახლა თქვენს პარტნიორს ეძახით მანიპულატორს და მას 10 ჯერ მეტი ყავს სახში. ხო, ეს შეიძლება დედაც იყოს, არ გამოურიცხავ, მაპატიეთ, მაგრამ შეიძლება მშობლებიც იყოს, ნათესავებიც იყოს, მეგობრებო. ხო. კიდევ ეს ხართ თქვენ. ეს ხართ თქვენ. თქვენსკენ უნდა მოსვლა, თქვენთან უნდა ისევ მოსვლა, თქვენთან უნდა მოახლოება, უნდა რომ რაღაც ახალი ამბები გახაროთ, უნდა რომ რაღაც გადაწყვიტოს ამ ადამიანმა, უკვე ბედის ბორბალი ტრიალებს რო იტყვიან და უნდა რომ ეს ყველაფერი დაატრიალოს და დაატრიალოს ბედი თქვენსკენ, მეგობრებო, ასე რომ არ ვიცი ხარ რამდენად გსურთ ეს ყველაფერი, მაგრამ კი, ასეა. ანუ არასტაბილურობის შიში აქვს. აი, წამოსვლა უნდა იქედან. თქვენგან თუ წავიდა, ეხლა იქედან უნდა წამოსვლა, მეგობრებო, და უკან არ დაიხსოს ამისთვის იცოდეთ. ხო, ბატონო, მას გონია რომ თქვენ ელოდებით, თვითონ ასე ფიქრობს. თვითონ ასე ფიქრობს, მეგობრებო, კი. რა ხდება იქ და იქ ხდება ის რომ თქვენზე ფიქრობს. აი, ეს ხდება იქ. იქ არაფერი არ აქვს თქვენს პარტნიორს, არის ნერვიულად. თუ კი დაგამშვიდებთ ეს, არის ნერვიულად. კიდევ რა ხდება იქ? რა ხდება იქ, მეგობრებო? ქუცურა და ცუგურა, რა ხდება იქ? თვალთვალი. რა ხდება იქ და იქ ხდება ის რომ ეს პარტნიორი თქვენ გითვალთვალებთ, აი, მეგობრებო, თქვენ გითვალთვალებთ, რა ხდება იქ? იქ შედეგებს ელოდება ეს თქვენი პარტნიორი. რაღაცას ელოდება, მეგობრებო, რას ელოდება არ ვიცი, მაგრამ რაღაცას ელოდება. რას ელოდება? რას ელოდება? ზეს? თქვენ ხართ მისი მზე. თქვენ ხართ მისი იმპერატრიცა. მამაკაცებო, თქვენ თუ მიყურებთ, თქვენ ხართ მისი იმპერატორი. რას ელოდება და თქვენ გელოდებათ? თქვენ გელოდებათ, თქვენი პარტნიორი. ხა. აქ კიდევ მეორე ვარიანტია. მამაკაცებო, თქვენ თუ მიყურებთ, თქვენ თუ მისმენთ, ახლა მამაკაცების საყურადღებოდ ვამბობ, რომ მამაკაცებო, თქვენ გელოდებათ პარტნიორი. რადგან თქვენთან ერთად ეს ადამიანი, თქვენი პარტნიორი ძალიან ბედნიერია. თუ კი ქალბატონები მიყურებთ ახლა, ხო? გეტყვით იმას, რომ თქვენს პარტნიორს, ქალბატონებო, ამ ურთიერთობაზე მუშაობა უნდა, ენერგიის ჩადება უნდა და უნდა რომ რეორგანიზაცია გაუკეთოს ამ თქვენს ურთიერთობას, რადგან თქვენს გარეშე ეს ადამიანი არაფერი და ვერაფერი ვერაა, ამიტომ თქვენთან ერთად ყოფნა უნდა და უნდა რომ ხო რაღაც ჩადოს ამ ურთიერთობაში და შედეგებს დაელოდოს. ამბობს თვითონ რომ ყველანაირ რესურსს და ენერგიას ჩავდებ მე ამ ურთიერთობაში და მინდა რომ ამას შედეგები გამოიღოს, კი. აი ამას ფიქრობს, კიდევ. რამდენს ფიქრობს, ხედავთ, მეგობრებო? ხედავთ რას ფიქრობს? კიდევ რა? კიდევ ის რომ კონფლიქტები აქვს საკუთარ თავთან, თქვენთანაც ბევრი კონფლიქტა ამ ადამიანმა. აქ იყო ეგოისტური საქციელები. გაუცხოება გაქვთ ერთმანეთში, ეს ძალიან ხშირად ამოდის ეს კარტი ასე და თქვენი პარტნიორი კიდევ შეიძლება იყოს უცხოელიც. არ გამოურიცხავ. ან შეიძლება წასული იყოს უცხოეთში, ან თქვენ იყოთ უცხოეთში. მეგობრებო და თქვენ უკვე გაქვთ აზრთა ჭიდილი, ერთმანეთში გაუცხოება გაქვთ უკვე, მეგობრებო. კიდევ. რა ხდება იქ? იქ რა ხდება? ხო, არ გამოურიცხავ იმასაც, რომ იქაც იყოს გაუცხოება ურთიერთობაში. იქ ძალიან საშიში და სასტიკია ეხლა თქვენი პარტნიორი გამختარი, ესე შეიძლება იყოს იქ რაღაც სასწაულის საქციელებით შემოიფარგლებოდეს, კიდევ იქ შეიძლება ისიც იყოს. კონფლიქტებში არიან სულ. ანუ ყურეთ, მეგობრებო, როდესაც ეხლა ამ ადამიანს თქვენი ენერგია მიაკლდა, იქ ჭუბია. თუ თქვენთან ერთად იყო ეს ადამიანი, თუ თქვენ მასთან ყოფნის დროს თქვენი ყოფნა მის ცხოვრებაში იქ სტაბილურობაში ამყოფებდა, იცოდეთ რომ ეხლა ეს სტაბილურობა აღარ აქვს, იმიტომ რომ თქვენ არ ყავხართ. თქვენი მის ცხოვრებაში ყოფნა იქაც ურთიერთობას ულაგებს, მეგობრებო. ანუ თქვენგან მიაქვს ენერგია,
აი მე რამდენის თქმა უნდა თქვენ პარტნიორს, მე არ ვიცი. ძალიან ბევრ რაღაცას უმალავს იმ ადამიანს, ეს ერთი. უმალავს იმას, რომ თქვენ ხართ მის ცხოვრებაში, მეგობრებო, უმალავს. არ ვიცი რამდენად იცის და ახერხებს თუნდაც დამალვას, მაგრამ უმალავს, ცდილობს რომ დამალოს. ნახეთ, ეს კიდევ სადამოვიდა დამალოს მისი სექსუალური ინტერესები თქვენს მიმართ. ესეც შეიძლება იყოს კი, დამალოს, მალავს. რა ხდება იქ? იქ რა ხდება? ქუცურა და ცუგურა, რა ხდება იქ? დისჰარმონია, ბალანსია დაკარგული. იქ არაფერი არ ხდება. რა ხდება იქ? კარგი არაფერი. პრობლემები. რა ხდება იქ? რამდენადაც ახალი არ უნდა დაიწყონ ურთიერთობაში, მეგობრებო, რამდენადაც არ უნდა იბრძოლონ და რამდენადაც არ უნდა მოინდომენ, რომ რაღაც თითქოს გამოასწორონ. არ გამოზდით, არ გამოუვათ. არ გამოუვათ. შეიძლება ბევრჯერ ეცადნენ ამ ქორწინების შენარჩუნება, ამ ურთიერთობის შენარჩუნება, ამ დედაშვილობას უფრთხილდებოდნენ. ვის რა სიტუაცია გაქვთ? ვის რა ხელი შემშლელი ფაქტორები გაქვთ, მეგობრებო? ხო? მოერგეთ. ძალიან ბევრი ეცადეს და რამდენიც არ უნდა ეცადონ, არ გამოუვათ. არც დედაშვილობა იქნება ძალით, არც ცოლქმრობა იქნება ძალით, არც დედმამიშვილობა იქნება ძალით, მეგობრებო. არ იქნება, არ გამოვა. უღრმესი მადლობა ჩემო ძვირფასებო საჩუქრებისთვის, ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის, ყველაფრისთვის, იმისთვისაც რომ ჩემთან ერთად ხართ. უღრმესი მადლობა ყველას. რა ხდება იქ? იქ რა ხდება, მეგობრებო, და რაღაც მნიშვნელოვანი ამბების გაგებას ელოდება ეს ადამიანი ვიღაციდან. რა ხდება იქ? რა ხდება იქ, მეგობრებო, და ძალიან ცუდად აქვს საქმე. მე მგონი არ წღის ამ საჯარო გახლის გაგრძელება. ძალიან ცუდად აქვს საქმე უბრალოდ. არაფერი არ გამოსდით იქ. არ არსებულია. არ არსებობს. არ არსებობს, მეგობრებო. არა. არ შეიძლება ესეთი. თითქოს რიტუალებით. შეიძლება ეს ქალბატონი, ვინც არის დედა, ბიძაშვილი, მამიდაშვილი, არ აქვს მნიშვნელობა, ცოლი, ქმარი. აქ რაღაც რიტუალებზეა საუბარი, მეგობრებო. რიტუალები. სამწუხაროდ. იმიტომ არის ეს ყველაფერი ასე ცუდად. კიდევ რა ხდება? არ მინდა თემაზე საუბარი, მაგრამ ნუ რა ვქნათ, ხო. ამან გამოიწვია დაბნეულობა, დანაკარგები. აქ არის შური, იმ ადამიანს შეიძლება შურს თქვენთან რომ დადის, დედასაც შურს ზოგჯერ შვილის და მისი რძალის ურთიერთობა, ან გოგოს და სიძის ურთიერთობა. ესეთებიც ხდება, მეგობრებო, გაარწმუნებთ, ეგოისტი მშობლები, კი. აი ესაა ზუსტად, ბევრი შემთხვევაში მშობლები, ბევრი შემთხვევაში პარტნიორი, ვის რა გაქვთ? რა ხდება იქ? და უსამართლობა, ყველანაირი ხერხის გამოყენება, დეპრესიები, უბედური შემთხვევები, ვინ რას აკეთებს, ურთიერთობა არ აქვთ. არანაირი სექსუალური ურთიერთობა, ცოლქმრული არ აქვთ. არა აქვთ. ნუ ეხლა მეგობრებო, არ ვიცით რამდენმა იცით, მაგრამ როდესაც პარტნიორი უკეთებს მეორე თავის პარტნიორს რომ სხვაგან არ წავიდეს და უკეთავს სექსუალურ ურთიერთობაზე, ჩაკრებზე აკეთებს მაგალითად ჯადოს, ეს მასთანაც მოქმედებს, მასთანაც არ შედის ურთიერთობაში. ცოლქმრულ ურთიერთობაში არც მასთან არ შედის ის პარტნიორი. იცოდეთ ეს? აი ეს აქვს ზუსტად. კიდევ რა ხდება? რა ხდება ქუცურასთან და ცუგურასთან? აი რა ხდება? ტყუილები ერთმანეთს ატყუებენ, თავს იტყუებენ, ყველანაირი ხერხის გამოყენება, ჯადოები, მაგიები, ნეგატივები, ნუ აი ყველანაირი ხერხის გამოყენება, ყველანაირად აბსოლუტურად განადგურება, მეგობრებო. განადგურება ერთმანეთის, ვინ როგორ, უმეტესად ქალი ანადგურებს მამაკაცს. ეხა თქვენ სიტუაციას მოერგეთ. მე უფრო ქალბატონებზე ვამახვილებ ყურადღებას და თუ კი მამაკაცები მიყურებთ, მეგობრებო, შემოაბრუნეთ პირიქით.
არ ვიცი. მეგობრებო, რა ცუდი სიტუაცია აქვთ მოკლედ. მოდი ვკითხოთ ახლა, როგორ წავა მათი ურთიერთობა. კარგით, მოდი ვკითხოთ ახლა სამყაროს. ქუცურას და ცუგურიას ურთიერთობის ანალიზი. როგორ წავა მათი ურთიერთობა? გაგრძელდება, თუ გაგრძელდება და თუ დასრულდება, როგორ დასრულდება? თუ გაგრძელდება, სამყარო ოჯახი. ანუ, მეგობრებო, უყურეთ რა ხდება ახლა. სამყარომ დაუშვა ის, რომ ეს ოჯახი არის ოჯახი, ვთქვათ, ხო? ნუ რატომღაც ახლა ესე გადაწყვიტა. სამყაროს თვალით დანახული მათი ურთიერთობა. როგორ განვითარდება მათი მოვლენები? როგორ განვითარდება მათი მოვლენები? მეგობრებო, რამდენიც არ უნდა იფიქრონ ამ ოჯახის შენარჩუნებაზე, ხო? რამდენიც არ უნდა იწვალონ, რამდენიც არ უნდა ინერვიულონ, რამდენიც არ უნდა იმაიმუნონ ურთიერთობაში, არაფერი გამოუვათ. დანაკარგები. ამ ოჯახის დაკარგვა, ეს არის დანაკარგები. არ გამოუვათ. არ გამოუვათ, მეგობრებო. არა, ტყუილები. სამყარო ჩაერევა და სამყარო და ეს არის უპატიოსნო თამაში. პრობლემების გადაჭრა და სამყარო ჩაერევა, მეგობრებო, თქვენ თუ კი გაინტერესებთ ქუცურას პოზიცია, ეხლა ამ წუთას ვიტყვი ქუცურაზე. ანუ ის, რომ მათი ურთიერთობა, ახალი შესაძლებლობები, გეგმები, რომლებიც შეიძლება არ განხორციელდეს, ხო, ეს ურთიერთობა შესაძლებელია სავარაუდო, რომ დაიშალოს კი. კი, დაიშალოს. დარჩება წაგებული ქალბატონი. იქ ქალბატონი. ხო, მოულოდნელი ცვლილებები. ყურეთ, ნახეთ, ამ ადამიანის ქუცურიას წამოსვლა იქედან, ურთიერთობის გაწყვეტა იქ, მოულოდნელი დამარცხება იქ, აუხდენელი ოცნებები იქ, იმედგაცრუებები, დაცილებები და მრავალ წერტილი კიდევ ასე. აბატონო, მათი ურთიერთობა. ეხლა ის ჩვენი გადასაწყვეტი არა, მაგრამ სამყარომ გადაწყვეტა ასე, რომ სადაც არის ჯადოები, სადაც არის მაგიები, სადაც ამითი ახერხებენ ოჯახის ურთიერთობის შენარჩუნებას, შვილის დაკავებას, დაბორკვას, შკაფში დამალვას, ესეთი რაღაცები სამყაროს არ მიაჩნია სწორად, ასე რომ არ ინერვიულოთ. ხო. დაქვეითება ყველაფრის იქ. დამთავრება იქ ყველაფრის. ყველაფრის დამთავრება, ფანტაზიები, ილუზიები დამთავრდება იქ. იქ დამთავრდება და უყურეთ, იქ არის ოჯახის დასასრული. ეს არის ათიანების მონეტა. აყვავება სიმდიდრე, ოჯახი, დაცულობა, ოჯახის ამბები, ყველაფერი მემკვიდრეობა და მომდევნო კარტი არის დასასრული. ურთიერთობის გაწყვეტა. ხო. იქ რაც აქვთ, ყველაფერი დამთავრდება. კიდევ რა? რა? კოშკი. კოშკი. რა და კოშკი? დასასრული და ახალი ცხოვრების დასაწყისი. ეს ახალი ცხოვრება ვისთან? სად? ხამეუძილობა, ღელვა, ცალმხრივი სიყვარული და ჭკუაში მოტყუება. ანუ ყურეთ, ამ გრევებით მიხვდებათ თქვენი ქუცურა, რომ ეს იყო ყველაფერი ტყუილი, რომ მოტყუდა. რომ იყო ცალმხრივ სიყვარულში, რასაც ეძებდა თვითონ ის არ იყო იქ, სადაც იყო. ამიტომ გრევებში იქნება ჩემო ძვირფასება. გრევებში, რთულ სიტუაციებში აღმოჩნდება, ნერვიულობაში აღმოჩნდება, მაგრამ აჰა, მისი განოლებაც.
მაინც იმედი აქვს ამ ადამიანს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაინც გაანოლებს თავის ცხოვრებას, მაინც განოლდება, მაინც ნოლიდან დაიწყებს, მაინც თავისუფლად დაიწყებს, თავისუფლად გააგრძელებს ამ ყველაფერს და მაინც ესე სიყვარულით გააგრძელებს თავის ცხოვრებას. ამის იმედი მაინც აქვს. კი, აი, გაიხედავს წინ. კი, თავისი მიზნებისკენ, თავისი სურვილებისკენ, თავისი წარმატებისკენ, ყველანაირად ეს ადამიანი იქედან როდესაც წამოვა, დარჩება მოგებული, მეგობრებო. ნუ ეხლა ჩვენ ცუგურიას ამბები აღარ გვაინტერესებს, იმედია. ამ ადამიანს უნდა რომ ეს ყველანაირი სირთულები გადალახოს. კი, ნელ-ნელა, ნელით ნაბიჯებით, ნელით ცვლილებებით, ყველაფერი დააყენოს თავის ადგილზე. და ამ დანაკარგებიდან გამოვიდეს. კი ბატონო, ამ უპასუხისმგებლობიდან გამოვიდეს. ამ დაცილებებით, ამ ურთიერთობის გაწყვეტით, სხვების ჩარევით, ცვალებადობით, არასწორი გეგმებით. კი ბატონო, დარჩება წარსულში. იმიტომ რომ ელოდება ადამიანი. თქვენს გამო ეს ადამიანი იჩხუბებს, იკამათებს, იკონფლიქტებს, იბრძოლებს და იმიტომ მიბრძოლებს თქვენ გამო ეს ადამიანი, მეგობრებო, რომ ჯერ ერთ-ერთი პატივმოყვარეობა შეგილახათ თქვენ და თუ თქვენ გამო არ იბრძოლებს, სხვანაირად თქვენთან არ მოუშვებს სამყარო. ასე რომ, აბატონო, ეხლა თქვენ რამდენად გინდათ ამ ადამიანის ბრძოლა და გაწყობთ, ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა. ასე რომ, ჩემზე არ გაბრაზდეთ. მე არ გამინაწყენდეთ. ჩემო ძვირფასებო, მე თქვენს გვერდით ვარ. ნებისმიერ სიტუაციაში და არა, მოდი ჯერ მინდა ვკითხო ეხლა. არა, მთავარი კითხვა დამავიწყდა, მეგობრებო. თქვენ რა უნდა გააკეთოთ ამ დროს? თუ კი მაინდა-მაინც გაინტერესებთ, ვკითხოთ კარდს. თქვენ რა უნდა გააკეთოთ ამ დროს? თქვენ რას გირჩევთ სამყარო? თქვენ რა? იზრუნეთ საკუთარ წარმატებაზე, იზრუნეთ საკუთარ ფინანსებზე და რეორგანიზაცია გაუკეთეთ თქვენს ნაშრომს. სად ჩადებთ ამ ფულს? თუ კი რაიმეში ჩადებთ, შედეგებს ძალიან მალე დაინახავთ. შედეგებს ძალიან მალე დაინახავთ, მეგობრებო. ფინანსებზე საუბრობს კარტი. თქვენთან შემოდის ფინანსები, თქვენთან შემოდის სიმდიდრე, თქვენთან შემოდის ფინანსური არხი იხსნება თქვენთან, მეგობრებო და ეხლა რეორგანიზაციაზე იფიქრეთ, თუ რაში ჩადოთ ეს ენერგია და ფინანსური ენერგია, რადგან შედეგები მალე მიიღოთ. აი თქვენი რჩევა ჩემო ძვირფასებო. გადაერთეთ ფინანსებზე. იფიქრეთ ფინანსებზე და იშრომეთ თქვენს ფინანსებზე. ხო, ეხლა რა ხდება აქ? ეხლა მინდოდა მეკითხა პარტნიორზე და ქუცურაზე და ცუგურიაზე ეს ამბავი. რომ რა ხდება იქ, რა საიდუმლოებები იმალება მათ შორის. და ამოვარდა ეს კარტი. რაღაცის ინიციატივა, ეს ქუცურა რაღაცებს გეგმავს. ხო, რაღაცებს გეგმავს. რას გეგმავს? რას გეგმავს? რა ხდება იქ ურთიერთობაში ქუცურასთან და ცუგურიასთან? რა ხდება? რა ხდება იქ, მეგობრებო? იქ რა ხდება, მეგობრებო და ეს ადამიანი გეგმავს რაღაც სასიხარულო ამბავს. ეს არის სასიხარულო, ანუ ეს არის სიხარული. რაღაც სიხარულს გეგმავს, რაღაც სასიხარულო ამბავს გეგმავს. აქ ჯვარი აქვს და უფლის წყალობა, წყალოუფლის წამს ამ ადამიანს, რომ უფალი მას დაეხმარება. ამის იმედი აქვს. რადგან ორივესთან ეკლესია ხატია, შეიძლება მეგობრებო იმასაც ფიქრობდეს, რომ ეკლესიაში დადიოდეს და ლოცვებს კითხულობდეს, სანთელს ანთებდეს, შესაწირს აკეთებდეს, კიდევ რაღაცებს აკეთებდეს კიდევ კი. ეხლა არ ვიცი რამდენად დაიჯერებთ რომ ამ ადამიანს შეიძლება კონდეს ეხლა უკვე ეკლესიისკენ უკვე გადატანილი თავისი ყურადღება და უფრო სარწმუნოებისკენ და რწმენისკენ ეხლა რამდენი დაიჯერებთ ესეც თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ მე რასაც ვხედავ აქ იმას ვამბობ, ჩემო ძვირფასებო, ხო. რა ხდება იქ? იქ რა ხდება და ხო, რაღაცის მზადებაშია. კიდევ რა ხდება იქ და კრეატიულობაზე საუბრობს თქვენი პარტნიორი, ანუ რაღაცას გეგმავს. რაღაცას გეგმავს, მეგობრებო.
გეუბნებით რაღაცას ლოცვებს კითხულობს, რაღაცებს კითხულობს, შეიძლება რაღაცა მანტრებს კითხულობს, აი რაღაცას აკეთებს მეგობრებო, გადავირიე, უცნაურად საუბრობს დღეს. კარტები მასზე. რა ხდება იქ? უფრო თქვენს პარტნიორზე საუბრობს მეგობრებო. თითქოს რაღაციდან თავს იცავს თქვენი პარტნიორი, შეიძლება ლოცვებსაც კითხულობდეს, იმიტომ რომ გამოვიდეს ამ სიტუაციიდან, უფლის რწმენა აქვს, ძალიან წამს უფლის და კიდევ იმას, რომ კი ძალიან ჭკვიანია და ანუ მან იცის, რომ ლოცვებით გამოვა. ნუ როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ ახლა, ეს ყოველთვის ასეა და ანუ იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მას თუ კი გადაარჩენს ლოცვები. ამ ჩაკეტილობიდანაც აქ შემოხაზული, რაცა ეს შეიძლება იყოს კიდე მაგიებიც და ამ ჩაკეტილობიდან ვერ გამოდის და ამიტომ ლოცვებს კითხულობდეს მეგობრებო. კი, ფეხზე იდგეს და დაუჯდომელ ლოცვებს კითხულობდეს, მაპატიეთ, მაგრამ ასეა. კი. აქ კიდევ რა ხდება, რას გიმალავთ? კი, ლაბირინთიდან გამოსვლა უნდა ამ ადამიანს. თავის ჩახლართულ ლაბირინთიდან, ნუ რა ქნას, ეხა ნებით თუ ნებლიეთ მოუვიდა ადამიანს და უნდა რომ ამ ლაბირინთებიდან გამოვიდეს. ამისთვის ძალიან ბევრს შრომობს, ძალიან თუ ეს ფინანსებს ეხება და ფინანსური პრობლემებით არის გახვეული ლაბირინთში, ამ ლაბირინთიდან, ამ ფინანსებიდან, ამ ყველაფრიდან თავის დაღწევა უნდა მეგობრებო. კი. დაიღალა უკვე დაჟე ჯოხითაც დადიოდეს, იქნებ უკვე იმდენად ამძიმებდეს ეს ყველაფერი. რას გიმალავთ კიდე? გიმალავთ იმას, რომ აი მე რა ვქნა, კიდევ მე რამდენჯერ საუბრობს ეს ადამიანი რაღაცის მზადებაშია, რაღაცისთვის ემზადება მეგობრებო. თქვენთან მოსასვლელად ემზადება თუ წმენდებს იკეთებს და მომავალი ცხოვრებისთვის ემზადება, ამასაც არ გამოურიცხავ, რადგან სულ ცეცხლია. სულ მეგობრებო, კი, აი სულ აქაც ცეცხლია. და რაღაცნაირად წმენდებს შეიძლება იკეთებდეს ეს ადამიანი და ემზადებოდეს ახალი ცხოვრების დასაწყებად, იმიტომ რომ აქ ჩვენ ამ დასტაში, ამ ჩემს ტაროს დასტაში იყო ბოლოს განულება და ახალი ცხოვრების დაწყება. ხო. არ გამოურიცხავ ამისთვის რომ ემზადებოდეს, იმიტომ რომ სხვანაირად თქვენთან ვერ მოვა, თუ არ გაიწმინდა, თუ დრო არ გავიდა, თუ არ გამოვიდა იმ რაღაც ნეგატივებიდან მეგობრებო, თქვენთან მოსვლა მისი არ შეიძლება. კიდევ რას გიმალავთ? აი ამ ყველაფერს გიმალავთ. კიდევ რას გიმალავთ და გიმალავთ იმას, რომ ხო, აი მაპატიეთ და დამამტკნა რა, ძალიან დიდი თვალი აქვს ამ ადამიანს, გიმალავთ იმას, რომ წესრიგის აი კი, აწესრიგებს თავის ცხოვრებას, აწესრიგებს თავის შინაგან სამყაროს ბალანსში მოყავს საკუთარი თავი, აი გარწმუნებთ მეგობრებო, ასია, ესეთი რაღაცები შეიძლება მოხდეს, არ გამოურიცხავ. სხვა თუ არაფერი საკუთარ თავზე იფიქრებს ადამიანი, რომ დეპრესიებიდან გამოვიდეს და იმ დეპრესიებიდან, როდესაც გამოვა ადამიანი, მე უფრო საღად აზროვნებს და მოქმედებს, ამიტომ ჯერ საკუთარი თავი უნდა მოიყვანოს ბალანსში, რომ მე საღად იაზროვნოს და იმოქმედოს. კი. ეს შეიძლება იყოს კიდევ ჯიუტი ადამიანი, ეს შეიძლება იყოს რაღაც ფორმიანთან დაკავშირებული ადამიანი, რაღაცა ფორმიანი, ბარმენი, მენეჯერი, სპაიდერმენი, ბეტმენი. ხო? ხო და მოკლედ ჩემო ძვირფასებო, ეს ადამიანი შეიძლება იყოს რაღაც წესრიგის დამამყარებელი, ხო, თქვი ალბათ პოლიციელი, მილიციელი, რაღაც წესრიგთან და კანონთან კონდეს საქმე ამ ადამიანს, მილიციელი, პოლიციელი, არ გამოვრიცხავ. და ამავე დროს გაუბედურებული ადამიანი. აბატონო, უასოზე რო აქვს ყველაფერი, თუმცა ყველაფერს არ გაჩვენებთ, მაგრამ კი ასეა. რემბო. კი, რემბოც რა პრობლემაა? რატომაც არა? ვაი მაგენის პატრონს. და თუ მასე ფიქრობენ. ხა. მოკლედ რა ვთქვა, კი, აი ესეთი მკაცრი ადამიანის დაბეჭდილება აქვს ეხლა და დამცირებულად გრძნობს თავს კიდევ. აი თურმე რაში ყოფილა საქმე, ამას გიმალავთ, რომ დამცირებულად გრძნობს თავს. კი. ვერ უშველეს. ხო, ნუ რა ვიცი, ხა გააჩნია რა ჩადენილი და რა გაკეთებული ამ ადამიანს, თუმცა ეს ყველაფერი მე არ გამოურიცხავ იმასაც მეგობრებო, რომ თქვენი ურთიერთობის დაშლა იყო ეს ნეგატიური საქციელებიდან, მაგიებიდანაც არც ამას არ გამოურიცხავთ, თლათ ასეთაც
ნუ შევხედავთ ამ ყველაფერს, ჩვენ ხო არ ვიცით იქ რა ხდება. ამიტომ 1% მეც მესმის მეორე მხრიდანაც შევხედოთ ამ ყველაფერს. მე გამართლებას არ მივცემ არანაირს, ასე არ უნდა იქცეოდეს ნამდვილი მამაკაცი, რასაც ქვია, ეს არა გამართლება, არ გაამართლებს, არავინ არ გაამართლებს, გამართლებული საქციელი მე არ მიმაჩნია ესეთი. თუმცა მაინც ხო რა ეს უფლის გადასაწყვეტია. მოდი ასე ვიტყოდი. და ბოლო კარტი ასტრაბარათიდან არის ის, რომ ბალანსი, აი ხო გითხარით, ეს ადამიანი ეხლა ცდილობს თავის ცხოვრებაში ბალანსი შეინარჩუნოს, რადგან წეღანაც ვახსენე, რომ ჯერ საკუთარ თავთან ბალანსში უნდა მოვიდეს, რომ მერე თქვენსკენ აზრიანად ნაბიჯები გადმოდგას, მეგობრებო, და ნახეთ ქვემოდან რა კარტია, სურვილი. ეს არის სურვილის კარტი და ამ ადამიანს აქვს სურვილი იმის, რომ ჯერ გეუბნებით საკუთარი თავი გამოიყვანოს ამ სტრესიდან და ამ ნეგატივებიდან, ბალანსში მოიყვანოს და მისი სურვილია, რომ მერე გადმოდგას თქვენსკენ ნაბიჯები. და პირველი კარტიც იყო ზუსტად ინიციატივის, ის რომ კი ამის სურვილი აქვს თქვენს პარტნიორს. კიდევ გავიმეორებ. თქვენი გადასაწყვეტია დაიჯერებთ თუ არა, უბრალოდ მე ვამბობ იმას, რასაც გიმალავთ თქვენი პარტნიორი. და არ მიკვირს, რომ გიმალავთ, იმიტომ რომ ერთი მხრივ მისიც კარგად მესმის, ჩემო ძვირფასებო. გეშველებათ რამე? თქვენს ურთიერთობას თუ ეშველება რამე? მოდი ამ ერთი კარტით, აი ამ კარტით, ამოვიღებ ახლა, გაგცემთ მაგ კითხვაზე პასუხს. აი თქვენს ურთიერთობას რა ეშველება? თქვენ და თქვენი ქუცურას ურთიერთობას რა ეშველება? რა ეშველება? თქვენს ურთიერთობას რა ეშველება? თქვენს ურთიერთობას რა ეშველება და სიხარული. ეს არის სიხარულის კარტი. ეს არის გახარების კარტი. ეს არის ჯვარის წყალობის კარტი. ეს არის ყველაფერი კარგის კარტი. ეს შეიძლება კიდევ ჩავთვალოთ იმას, რომ წმენდების კარტია და თუ კი წმენდებს ჩაიტარებთ, სიხარულს მოგიტანთ, შედეგს მოგიტანთ. აბატონო, თქვენი პასუხი. ერთი კარტით უბრალოდ ეს საჯაროა და ეხლა არ ჩავეძიები, ჩავუღრმავდები ამის პასუხს. აი იყოს ეს ერთი კარტი, რადგან კარგი დადებითი პასუხია მეგობრებო, თქვენ და სასიკეთოთ, ვისაც გაინტერესებთ თქვენი ურთიერთობის გაგრძელება, თქვენი და ქუცურასი. აბატონო, არის სიხარული, კი. არის სიხარული და ეს თქვენი გადასაწყვეტია, დანარჩენი. მაგრამ პასუხი არის სიხარული. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ესეთი იყო რაღაცნაირი დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლა. მოდი ახლა კიდევ ვკითხოთ კარტს მაინც. აი, რა დროის ვადაში, აი რაღაც გეცოდინებათ თქვენ და სასურველი კითხვაზე პასუხები თქვენს პარტნიორთან დაკავშირებით. აი, რა დროის ვადაში იქნება ეს ყველაფერი თქვენთვის ცნობილი, თქვენთვის დადებითი პასუხი. რაც ამოვა ახლა აქა. რა დროის ვადაში სწორი კითხვა რო დავსვა. რა დროის ვადაში შემოbrunდება თქვენი და ქუცურას ურთიერთობა, თქვენი და თქვენი პარტნიორის ურთიერთობა უკეთესობისკენ. რა დროის ვადაში დალაგდება თქვენი ურთიერთობა და დათბება? რა დროის ვადაში? ჯერ ერთი, მეგობრებო, ძალიან ბევრს ვისაუბრებ ახლა ამ კარტზე. ძალიან მიყვარს ეს ბარათები. ძალიან მიყვარს. ქვემოდან მინდა განახოთ ახლა უყურეთ. გაგდების, გამოგდების, წამოსვლის, დასრულების კარტია ეს. ქვემოდან ეს კარტია. ხედავთ ხომ, აქ არაფერი არაა და თქვენი პარტნიორი აი ესე იმყოფება გარეთ, უკვე გადახურულშიც არაა, უკვე უსახლკაროდ, გამოსახლებული. ანუ მოდი ჯერ ამ კარტით ვიტყვი იმას, რომ თქვენი პარტნიორი უნდა წამოვიდეს იქედან, უნდა დარჩეს ცარიელტარიელი. ეხლა არ გამკიცხოთ ამისთვისაც, რომ ცარიელტარიელი არაფერში მინდაო, ეს ჩემი გადასაწყვეტიც არა, მეგობრებო, მაგრამ ალბათ სამყაროს თავისებური ენა აქვს და ამ ენას გაგება უნდა. მუნჯის ენა დედას ესმის. ამიტომ თუ კი თქვენ უყურებთ საჯარო გაშლებს, იმედია მიხვდებით ეხლა მე რასაც ვსაუბრობ. ხო, იმედია მიხვდებით.
ანუ ეს ადამიანი უნდა წამოვიდეს იქედან, სადაც არის, იმ ჭერიდან, იმ სახლკარიდან, იმ ეზოდან, იმ გარემოებიდან, იმ ქვეყნიდან, იმ აი იქედან, სადაც არის, უნდა წამოვიდეს. ჯერ ერთი. მერე მეორე შეხედეთ. ხო, თქვენი ურთიერთობა. უბრალოდ მე შინაარსობრივად აღწერ ახლა ამ ყველაფერს და პასუხს ბოლოს გეტყვით. ესაა პასუხი. ხო. ეხლა ამ კარტიდან გეტყვით იმას, რომ იქედან უნდა წამოვიდეს და თქვენს პარტნიორს ნახეთ, თქვენს პარტნიორს ჩემო ძვირფასებო, თქვენი მფარველი, მისი მფარველი ანგელოზზე უთითებს, წადი იქეთ. აიღე გასაღები და წადი იქეთ. დახურე ეს კარები და გააღე ის კარი, ან ეს კარები გააღე და გადი აქედან. აქედან წადი, ამ სახლიდან წადი, ამ დამჯდარი ნუ ხარ წადი. ძალიან ბევრ მინიშნებას აძლევს თქვენს პარტნიორს და არ ვიცი, იმდეს მიაღწია უფალმა და ანგელოზებმა, რომ გასაღები ხელში დააკავებინეს, მეგობრებო. ეხლა უბრალოდ იმაზეა საქმე, რომ მოარგოს კარებს. დედიკოს გოგო ენაცვალოს დედა. იქნებ მამიკოს გოგოა. ხო, აი მეგობრებო, გასაღები ხელში აქვს უკვე თქვენს პარტნიორს, ასე რომ დაელოდეთ უბრალოდ შემოძვირფასებო, ეს ბოლო საჯარო გაშლებია ყოველთვის ვამბობ, რომ დაელოდეთ. თუ გიღირთ, დაელოდეთ. უბრალოდ ეხა ეს მართლა თქვენი გადასაწყვეტია მეგობრებო, ამას ვერავინ ვერ გადაგიწყვეტავთ. თუ გიღირთ, დაელოდებით. ხო, თორემ გასაღები უკვე ხელში უჭირავს და ეუბნება აგერ მფარველი ანგელოზი რომ ჰე ადექი და წადი, გაინძერი. შეიძლება ბევრჯერ უკვე აცნობებს მას და ბევრჯერ ეუბნება მინიშნებებს, მაგრამ არ ესმის, რომელ კარებს მოარგოს, როგორ წამოვიდეს. ხელში აქვს გასაღები, მაგრამ არ ესმის. ვერ გააგონა, ვერ შეაგნებია, აი ვერ დაარწმუნა, აი ძალიან ისეთი ჯიუტი პარტნიორი ყავთ მოკლედ რა. ხო. აი ესეა მეგობრებო და ეხლა რაც შეეხება პასუხს, კითხვაზე პასუხი პარტნიორის კონკრეტული ნაბიჯი. ახლა ჩემო ძვირფასებო, ახლა მე გეტყვით პასუხს. რა დროის ვადაში და რა დროის ვადაში იქნება ეს ყველაფერი დაახლოებით, ეს რა დროის ვადაში ნდობა. მოკლედ ეს ყველაფერი ჩემო მეგობრებო, ნდობის ფაქტორია აქ და კიდევ ის რომ პასუხი არის დეკემბერი. კითხვაზე პასუხი არის დეკემბერი. და კვირის დღეებს დააკვირდით კიდე. კვირის დღეები არის მეგობრებო, ხუთშაბათი და ბოდიში. ხუთშაბათია კვირის დღეები და თვე არის დეკემბერი და მარტი. ან მარტი და დეკემბერი. უყურეთ, პირველი წერია მარტი და მერე წერია დეკემბერი. ჩემო ძვირფასებო, ამ ადამიანს ეხლა გეტყვით კიდევ სასწაულს. ამ ადამიანს ერთი მინიშნება ქონდა მარტში, რომ მოსულიყო თქვენამდე და ეს შანსი რადგან ვერ გამოიყენა, აქ ამიტომ განრისხებულია ახლა თქვენი ნუ ვიღაც მისი წინაპარი შეიძლება იყოს, არ ვიცი, მფარველი ანგელოზია, ნუ ვინც არის, აქ ხედავთ, რომ წმინდანია გამოსახული, ხო? მარტში ქონდა ამის ერთი შესაძლებლობა და ხელიდან გაუშვა, როგორც ჩანს, ეხლა აქვს კიდევ დეკემბერში. აი ასე. დეკემბერში ელოდეთ, მეგობრებო. დეკემბერში. კი. აი ასეთი იყო მეგობრებო, დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლა. ასეა თუ ისე, მაინც საინტერესო იყო. და მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, მშვიდობიანი ღამე მინდა გისურვოთ ყველას. მე ამ ვიდეოს საჯარო ლაივს ავტვირთავ აუცილებლად YouTube გვერდზე და ძალიან მოხარული ვიქნები თუ კი დამიტოვებთ, მეგრემ ამერია მეც უკვე თქვენ პარტნიორებით მეგობრებო საუბარი და ძალიან ანერვიულებულია, როგორც ჩანს, უკვე ვეღარც საუბრობს და ვეღარც ლაპარაკობს, საერთოდ ვეღარაფერს ვეღარ აკეთებს, ეს უკვე დავინახეთ და ავტვირთავ YouTube-ზე და რამდენად რეზონირდა თქვენთან ჩემო ძვირფასებო, უბრალოდ მაინც მოხარული ვიქნები. თუ კი დამიტოვებთ კომენტარებში. მე კიდევ დაგემშვიდობებით, მშვიდობიანი ღამე ყველას, ძალიან მიყვარხართ, ძალიან ვამაყობ თქვენი ჩემდამი გვერდში დგომით, ნამდვილად, თქვენ რომ არა, მე აქ
ამდენს ვერ მივაღწევდი, ეს თქვენი ძალითაც არის ჩემო ძვირფასებო, ვაფასებ ამ ყველაფერს. მე მგონი 7000-ზე ავედით უკვე, მეტიც და მადლობა ამისთვის. და მშვიდობიანი ღამე ყველას, წარმატებები და ბედნიერი დილის გათენება. აბა დროებით ჩემო ძვირფასებო და უღრმესი მადლობა ყველას. მრავალჯერ. აბა დროებით.